გამარჯობა. დღევანდელ სემინარში ვისაუბრებთ version control system-ზე, Git-ზე და GitHub-ზე. სანამ სემინარს დავიწყებთ, მინდა აღვნიშნო, რომ ეს სამი თემა საკმაოდ გრძელია, მაგრამ დღეს განვიხილავთ იმ მნიშვნელოვან დეტალებს, რომელსაც ყველაზე ხშირად გამოიყენებთ. წარმოიდგინეთ, მუშაობთ რაღაც პრეზენტაციაზე. და როდესაც ამ პრეზენტაციის რაღაც ნაწილს დაასრულებთ, მას ასევებთ ცალკე ფაილად. ფაილს არქმევთ final, for sure final 1 2 3. ალბათ ნაცნობი სიტუაციაა. მეც ხშირად გამიკეთებია ესეთი რაღაც, მაგრამ დამეთანხმებით ეს არ არის მოსახერხებელი, რადგან მოგვიანებით თუ შეამჩნევთ, რომ თქვენი მიმდინარე პროექტი არც თუ ისე კარგია და რაღაც ძველი ვერსია გინდათ, შეიძლება ამ არეულობაში ვერც კი იპოვოთ ძველი ვერსია. ან თუ საბოლოოდ უნდა დაასაბმითოთ და ატვირთოთ თქვენი პროექტი, შეიძლება შეგეშალოთ და რაღაც ძველი ატვირთოთ, იმიტომ რომ ასეთი არეულობა გაქვთ. სწორედ ასეთ პრობლემებს აგვარებს version control system-ი, ანუ ვერსიის კონტროლის სისტემა. მისი დახმარებით თქვენი მუშაობა უფრო ორგანიზებულია, რადგან თქვენი ყველა ცვლილება ინახება ვერსიებად. ვერსიებს აქვს თავისი ID და ასევე შენახვის დრო. ინფორმაცია ინახება მის ავტორზეც. ორი მთავარი ტიპის version control system-ი არსებობს. ეს არის centralized და distributed, ანუ განაწილებული. დღეს ჩვენ განვიხილავთ distributed version control system-ის ერთ-ერთ შემთხვევას Git-ს. Git-ის დახმარებით თქვენი პროექტის ფოლდერში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება იტრეკება და მასზე ინახება ინფორმაცია. პირველ რიგში უნდა დავაინსტალოთ Git-ი. შეგიძლიათ ამ საიტზე გადახვიდეთ და მიყვეთ ინსტალაციის სტანდარტულ ნაბიჯებს, დაახლოებით ისეც, როგორც Java-ს შემთხვევაში იყო. ინსტალაციის შემდეგ კარგი იქნება თუ შევამოწმებთ დაინსტალდა თუ არა Git-ი ჩვენს ოპერაციულ სისტემაზე. ამისთვის გავხსნათ ტერმინალი და ჩავწეროთ git-version. თუ რაღაც მსგავსი პასუხი დაგიბრუნდათ, ესე იგი Git-ი წარმატებით დაინსტალდა თქვენს კომპიუტერზე. ასევე შეგიძლიათ დასეტოთ გლობალური username-ი და email-ი. ამისთვის ვიყენებთ ბანებას git config global user-name და თქვენი სახელი. ანალოგიურად შეგვიძლია დავსეტოთ ჩვენი email-იც. თქვენი გლობალური სახელი და მეილი ყოველი ცვლილების შემდეგ ჩაიწერება მეტადატაში. ამაზე მოგვიანებითაც ვისაუბრებთ. რა განსხვავებაა Git-ს და GitHub-ს შორის? Git არის ხელსაწყო, რომელიც ლოკალურად ირანება თქვენი კომპიუტერის ფოლდერში, სადაც გამოაცხადებთ მას. ის ყურადღებას აქცევს სხვადასხვა ცვლილებებს და მასზე ინახავს ინფორმაციას. ხოლო GitHub-ი არის ვებსაიტი, სადაც შეგიძლიათ ატვირთოთ თქვენი პროექტები. ასევე გაუზიაროთ ის თქვენს მეგობრებს, ან ნახოთ სრულად უცხო ადამიანების პროექტები. ის ერთგვარი სოციალური ქსელია. GitHub-ის გარდა არსებობს GitLab-ი და Bitbucket-ი და კიდევ სხვა ვებსაიტები, რომელიც მსგავს მისიას ემსახურებიან. ჩვენ ამ სემინარში განვიხილავთ GitHub-ს. GitHub-ის დახმარებით დეველოპერებს აქვთ საშუალება, რომ არა მარტო პროექტი ატვირთონ GitHub-ზე, არამედ პროექტის მუშაობის განმავლობაში შეტანილი ყველა ცვლილება და მისი ყველა ვერსია. ასევე GitHub-ის დახმარებით რამდენიმე ადამიანს ერთდროულად შეუძლია იმუშაოს საერთო პროექტზე. სანამ საკუთარ პროექტს ავტვირთავთ GitHub-ზე, უნდა გავიაროთ რეგისტრაცია ამ საიტზე. შეგიძლიათ შეხვიდეთ github.com-ზე და გაიაროთ სტანდარტული რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ საჭიროა რომ შევქმნათ რეპოზიტორი. რეპოზიტორი არის პროექტის ყველა ფაილის, კოდის, ისტორიისა და პარამეტრების ერთგვარი საქაღალდე. მოდი შევქმნათ ჩვენი პირველი რეპოზიტორი. დავარქვათ რაიმე სახელი, მაგალითად Qubit. შეგიძლიათ ის იყოს public ან private. მე ამ მომენტში ავრჩევ private-ს. ასევე შეგიძლიათ აქ მონიშნოთ, რომ დაამატოთ readme ფაილი. readme ფაილზე მოგვიანებითაც ვისაუბრებთ, მაგრამ შეგიძლიათ ის თქვენი პროექტიდან ხელითაც დაამატოთ. create repository. მოდი შევქმნათ ლოკალური რეპოზიტორიც. ამისთვის შევქმნი რაღაც folders. my project დავარქვათ. გავხსნი ამ პროექტს ტერმინალში. იმისთვის, რომ ჩვენს ფოლდერში გამოვაცხადოთ Git-ი, ამისთვის არსებობს ბრძანება git init. როგორც ხედავთ, ჩვენს ფოლდერშიც გამოჩნდა რაღაც ფოლდერი გაფართოებით წერტილი Git.
სწორედ ეს ფოლდერი ასრულებს Git-ის ყველა ფუნქციონალს და ინახავს იმ მნიშვნელოვან ცვლილებებს, რასაც გააკეთებთ პროექტში. შეიძლება ეს ფოლდერი არ გამოჩნდეს, რადგან ხშირ შემთხვევაში ის არის hidden, რომ შემთხვევით არ წაშალოთ, მაგრამ ასევე შეგიძლიათ ტერმინალიდან დალისტოთ თქვენი პროექტის ყველა შემადგენელი ნაწილი და აქაც როგორც ხედავთ გამოჩნდება წერტილი Git ფოლდერი. თუ ამ ფოლდერს წაშლით თქვენი პროექტის ფოლდერიდან, რა თქმა უნდა, თქვენი პროექტი აღარ იქნება დათვრიქული Git-ის მიერ. ანუ ის ყველა ცვლილება, რასაც გააკეთებთ, აღარ შეინახება ვერსიებად. მოდი ახლა გავიგოთ რა განსხვავებაა ლოკალურ და remote რეპოზიტორის შორის. ალბათ თქვენც იყენებთ რაიმე Drive-ს, ფოტოების ან მნიშვნელოვანი ფაილების შესანახად. მაგალითად Google Drive-ს. Google Drive-ის ერთ-ერთი დადებითი მხარე არის ის, რომ თუ თქვენ ატვირთავთ რაღაც ფაილებს დავუშვათ ტელეფონიდან და მოგვიანებით ან ტელეფონი დაკარგეთ, ან უბრალოდ ხელი არ მიგიწვევთ თქვენს ტელეფონზე, ყოველთვის გექნებათ იმის გარანტია, რომ თქვენი ფაილები და ფოტოები იქნება ხელმისაწვდომი. Remote რეპოზიტორიც Google Drive-ის მსგავსად მუშაობს. ის ცვლილებები, რაც თქვენს ლოკალურ რეპოზიტორიშია, შეგიძლიათ აიტანოთ remote-ში, რის შემდეგაც თქვენი პროექტი უფრო დაცული და მარტივად ხელმისაწვდომი ხდება. ახლა რადგან შექმნილი გვაქვს ლოკალური და remote რეპოზიტორი, დარჩა ერთი ნაბიჯი, უნდა დავაკავშიროთ ეს ორი ერთმანეთთან. ამისთვის გამოვიყენებთ ბრძანებას git remote add origin და რეპოზიტორის ლინკი. რეპოზიტორის ლინკი შეგვიძლია ვნახოთ ჩვენს GitHub-ზე და დავაკოპიროთ. მოდი რადგან უკვე ჩვენი remote რეპოზიტორი დავაკავშირეთ ლოკალურს, შეგვიძლია ჩვენს ლოკალურ რეპოზიტორში რაღაც ცვლილებები შევიტანოთ. მაგალითად, ჩავამატოთ text ფაილი. text ფაილის ჩამატების შემდეგ, ეს ცვლილება Git-ზეც რომ აისახოს, ამისთვის ვიყენებთ ბრძანებას git add. git add და ფაილის სახელი. ამ მოქმედებას staging-საც ეძახიან. რადგან უკვე ჩვენი ცვლილებები დავასტეიჯეთ, შემდეგი ნაბიჯი არის დაკომიტება. კომიტი არის კოდში შეტანილი ცვლილებების შესახებ ჩანაწერი. რა თქმა უნდა, შეიძლება რამდენიმე ცვლილება გქონდეს და ეს ცვლილებები ერთად გავაერთიანოთ ერთ კომიტში. კომიტისთვის არსებობს ბრძანება git commit -m და უნდა დავწეროთ კომიტის მესიჯი. როგორც ხედავთ, ერთი ფაილი შეიცვალა და მოხდა ერთი insertion. შეეცადეთ, რომ კომიტის მესიჯები იყოს გასაგები და მკაფიო. ის უნდა აღწერდეს იმ ცვლილებებს, რაც ამ კომიტის მომენტში გააკეთეთ თქვენს პროექტში. Git-ის მდგომარეობა შეგვიძლია შევამოწმოთ ბრძანებით git status. რადგან ჩვენს ლოკალურ რეპოზიტორიში უკვე ცვლილებები დავაკომიტეთ, ბოლო ნაბიჯი რაც დარჩა, არის remote რეპოზიტორიზე ატანა. ამისთვის არსებობს ბრძანება git push. როგორც ხედავთ, ჩვენი ცვლილებები აისახა master branch-ზე. Branching-ზე ცოტა ხანში ვისაუბრებთ. ასევე თუ გადავალთ GitHub-ზე და დავარეფრეშებთ ჩვენს repository page-ს, ნახავთ, რომ ჩვენი დამატებული test text ფაილი აქაც დაემატა და ასევე გამოჩნდა კომიტის მესიჯიც. ასევე შემიძლია კომიტებზე გადავიდე და უშუალოდ გავხსნა ის ფაილი, რომელიც დავამატე. აქ გამწვანებული ხაზი არის ის ფაილის კონტენტი, რაც ამ მომენტში დაემატა. ამ შემთხვევაში ჩემი ფაილი შეიცავდა უბრალოდ ტექსტს hello world. იმისთვის, რომ წარსული კომიტების ისტორია ნახოთ, გამოიყენეთ ბრძანება git log. როგორც წეგან ვახსენეთ, ყველა კომიტს აქვს თავისი ID იდენტიფიკაციისთვის. აქაც ყვითლად შეფერილი ტექსტი არის ამ კომიტის ID და როგორც წეგან ვახსენეთ, ჩვენი username და email-ი იწერება კომიტთან ერთად. ანუ ამის ავტორი ვარ მე და ჩემი email-იც აქვეა. ასევე დამატების დროც. როგორც ხედავთ, კომიტი და push-ი მოხდა master branch-ზე. Master-ი არის მთავარი branch-ი, სადაც შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი საბოლოო საჩვენებელი პროექტი უნდა იყოს. ეს ასეთი მიღებული სტანდარტია. მაგრამ რა თქმა უნდა, შეგვიძლია შევქმნათ სხვა branch-ებიც. წარმოიდგინეთ, ახლა თქვენს პრეზენტაციაზე მარტო აღარ მუშაობთ და ჯგუფში სხვა წევრებიც გყავთ. შეიძლება გააკეთოთ ისეთი ცვლილებები, რაშიც ჯერ არ ხართ დარწმუნებული და არ გინდათ, რომ master branch-ზე, ანუ საბოლოო საჩვენებელ პროექტზე იყოს. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ branching-ი. ანუ master branch-იდან გააკეთოთ ახალი branch-ი, სადაც იმ ცვლილებებს გააკეთებთ, რომელშიც ჯერ არ ხართ დარწმუნებული, ან უბრალოდ არ გინდათ, რომ საბოლოო პროექტში იყოს წარმოდგენილი. თუ ვიტყვით, რომ master branch არის საბოლოო პროექტისთვის, მაშინ სხვა branch-ები შეიძლება ითქვას, რომ არის ექსპერიმენტებისთვის. მოდი ჩვენს მაგალითში გავაკეთოთ ახალი branch-ი. ამისთვის არსებობს ბრძანება git checkout
პირები და ახალი branch-ის სახელი. მაგალითად my branch. როგორც ხედავთ, გადავედით ახალ branch-ზე და აქ მოდი ჩავამატოთ ახალი text ფაილი. იმისთვის, რომ ეს text ფაილი დათრეკოს Git-მა, ამისთვის გამოვიყენებთ stagings. დავაკომიტებთ. და ვუშვებთ. როგორც ხედავთ, ჩვენი ცვლილებები ახლა აიფუშა ახალ branch-ზე, სახელად my branch. მოდი დავბრუნდეთ ძველ branch-ზე. Branch-ის შესასვლელად არის ბრძანება git checkout. როგორც ხედავთ, master branch-ზე ის ახალი ფაილი არ არის, რომელიც წეღან დავამატე my branch-ზე. ამის მიზეზი არის ის, რომ ის my branch-ზე დავაკომიტე და ავფუშე. იმისთვის, რომ my branch-ის ცვლილებები გადმოვიდეს master branch-ზე, უნდა გამოვიყენოთ ჩამერჯვა. ანუ ჩავმერჯოთ my branch-ი master branch-ში. git merge და branch-ის სახელი, რომელიც გვინდა რომ ჩავმერჯოთ ამ branch-ზე. ჩამერჯვის შემდეგ შეამჩნევდით, რომ folder-ში უკვე გამოჩნდა ის ახალი ფაილი, რომელიც წეღან ცალკეულ branch-ზე მქონდა გატანილი. შეიძლება ჯერ კიდევ ბოლომდე არ გესმით branching-ის იდეა და მიზანი. მოდი წარმოვიდგინოთ ესეთი მაგალითი. მუშაობთ რაღაც პროექტზე, ისევ ჯგუფურად და გინდათ რომ დაამატოთ რაღაც ახალი ფუნქციონალი. მაგალითად ღილაკი. ამ ღილაკს ექნება თავისი დიზაინი, ანიმაცია და რაღაც ფუნქცია, რომელიც მოხდება თუ ამ ღილაკზე დავაწვევით. ეს საკმაოდ შრომატევადი დავალებაა და შეიძლება ერთ დღეში ვერც დაასრულოთ და რამდენიმე დღე დაჭირდეს. თქვენ თუ გააკეთებთ commit-ს, მაგალითად უბრალოდ ღილაკის შექმნის commit-ს და push-ს master-ზე, თქვენ საბოლოო საჩვენებელ პროექტზე გექნებათ ღილაკი, რომელიც არსებობს, მაგრამ არაფერს არ აკეთებს. ეს რა თქმა უნდა არ არის კარგი. შეიძლება იფიქროთ, რომ ერთ-ერთი გამოსავალი იქნება, რომ მივიყვანოთ ბოლომდე ღილაკზე მუშაობა და მერე დავაკომიტოთ და ავფუშოთ master-ზე. მაგრამ აქ უნდა გვახსოვდეს, რომ ამ პროექტზე ჩვენ მარტო არ მუშაობთ. და სანამ მე ღილაკზე ვმუშაობდი, შეიძლება ვიღაცამ master-ზე უკვე ცვლილებები გააკეთა იმ ადგილას, სადაც მე მინდოდა ღილაკის ჩამატება. ასეთ დროს შეიძლება მოხდეს კონფლიქტი. ასევე ეს ცალკეულად უგულებელყოფს Git-ის მთავარ იდეასაც. ანუ ჩვენ გვინდა, რომ ყოველი პატარა ცვლილებისთვის გქონდეს commit-ი და push-ი. მაგალითად, თუ მომინდება, რომ დავბრუნდე იმ დროში, როდესაც დიზაინი მქონდა, მაგრამ ანიმაცია არა, ამაში დამეხმარება commit-ი, რომელიც მაშინ გავაკეთე. მაგრამ მე თუ ყველაფერი ერთ დიდ commit-ში მაქვს, ყველაზე უკან, სადაც შემიძლია დავბრუნდე, არის დრო, სადაც ღილაკი საერთოდ არ მქონდა. შესაბამისად, ეს გამოსავალიც არა ხელსაყრელი. ალბათ არც თუ ისე სახალისოა ტერმინალის და folder-ის ყურება. მოდი გადავინაცვლოთ IntelliJ-ში. შევქმნათ ახალი პროექტი. და იმისთვის, რომ ვნახოთ, როგორ შეგვიძლია IntelliJ-ის ინტეგრირებული Git-ის გარემოთი დავაკავშიროთ remote repository ლოკალურთან, ახალი რეპოზიტორი შევქმნათ GitHub-ზე. მოდი ამ შემთხვევაში ავირჩიოთ, რომ დავამატოთ readme ფაილი. readme ფაილი არის markdown ტიპის ფაილი, სადაც შეგიძლიათ ინფორმაცია ჩაწეროთ თქვენი რეპოზიტორის შესახებ. IntelliJ-ის ზედა სექციაში არის განყოფილება VCS, რაც უკვე ვიცით რას ნიშნავს, version control system. ჭირდება enable version control integration. ავირჩიოთ Git-ი. შემდეგ უნდა დავამატოთ ჩვენი remote repository-ის ლინკი. მოდი ჯერ დავაკოპიროთ ჩვენი remote repository-ის ლინკი, რომელიც აი ამ მწვანე code-ის სექციაშია. Manage remotes, Lucy და აქ ჩავაპეისტებთ ჩვენ links. როგორც ხედავთ, ჩვენს remote repository-ში უკვე ერთი ფაილი არსებობს, მაგრამ ეს არ არის ჩვენს ლოკალურში. იმისთვის, რომ ეს ფაილი ჩვენს ლოკალურ რეპოზიტორიშიც გაჩნდეს, ამისთვის ჩვენ უნდა გავაკეთოთ git fetch და შემდეგ pull. სამ pull-ს გავაკეთებთ, უნდა შევამოწმოთ რომელ branch-ზე ვართ. ახლა ჩვენ ვართ master branch-ზე, მაგრამ თუ შეამჩნევთ, default-ად GitHub-მა გააკეთა main branch-ი. იმისთვის, რომ ეს აცდენა არ იყოს IntelliJ-ის და GitHub-ს შორის, შეგვიძლია უბრალოდ გადავიდეთ main branch-ზე.
და main branch-ზე გავაკეთოთ fetch და pull. როგორც ხედავთ, ეხლა ეს readme ფაილი, რომელიც remote repository-ზე იყო, ჩვენს ლოკალურშიცაა. მოდი დემონსტრაციისთვის შევქმნათ რაღაც main class-ი. როგორც ხედავთ, IntelliJ გვთავაზობს, რომ ეს კლასი დავამატოთ Git-ზე. ამის გაკეთება მოგვიანებით ხელითაც შეგვიძლია, მაგრამ თუ დარწმუნებული ხართ, რომ ეს ფაილი დაგჭირდებათ და გინდათ, რომ Git-მა დათვრაქოს ის, შეგიძლიათ აირჩიოთ add. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ის ფაილები, რომელსაც Git-ი თვრაქავს და ჯერ არ დაგვიქომითებია და არ აგვიფუშია, არის მწვანედ შეფერილი. მოდი შევქმნათ main მეთოდი და დავამატოთ ერთი print-ი. იმისთვის, რომ დავაკომიტოთ და ავფუშოთ ჩვენი ცვლილებები, მარცხენა ველში არის კომიტის განყოფილება. როგორც ხედავთ, აქ მოცემულია სექცია, სადაც აჩვენებს იმ ფაილებს, რომელშიც რაღაც შეიცვალა და ასევე დასტეიჯებულია. ამ შემთხვევაში main class-ი. შეგვიძლია მოვნიშნოთ ეს ფაილი და აქვე დავწეროთ commit message-იც. Commit and push. ახლა თუ გადმოვინაცვლებთ ჩვენს GitHub-ზე და დავარეფრეშებთ ჩვენს რეპოზიტორის, ნახავთ, რომ ეს source folder-ი და main class-ი, სადაც ცვლილებები გავაკეთეთ, უკვე remote repository-შიც აისახა. მოდი ახლა გავაკეთოთ ახალი branch-ი. სახელად new. სახელად my branch. და ჩვენს ახალ branch-ზე დავამატოთ კიდევ ერთი ახალი print-ი. დავაკომიტოთ და ავფუშოთ. თუ გადმოვინაცვლებთ GitHub-ზე, ნახავთ, რომ ჩვენს ახალ branch-ს სახელად my branch რაღაც commit-ი და push-ი ჰქონდა და GitHub-ი გვთავაზობს, რომ გავაკეთოთ pull request-ი. შეგვიძლია გავაკეთოთ pull request-ი აქედანვე. და მოდით ჯერ ვთქვათ, რა არის pull request-ი. როდესაც რაღაც ფუნქციონალზე მუშაობას დავასრულებთ ცალკე branch-ზე და გვინდა, რომ ეს ცვლილებები ჩავმერჯოთ master-ში, შეიძლება ამისთვის დაგვჭირდეს, რომ ჯერ ჩვენმა ჯგუფის წევრებმა გადახედონ ჩვენს ცვლილებებს. ამისთვის არსებობს pull request-ები, რომელსაც merge request-საც ეძახიან. შინაარსობრივად pull request-ი არის მოთხოვნა, რომ ჩვენი branch-ი ჩავმერჯოთ master-ზე. აქ შეგიძლიათ შეცვალოთ, რა თქმა უნდა, title-ი და ასევე დავამატოთ description-ი და დავამატოთ reviewer-ი. Reviewer-ად შეგიძლიათ დავამატოთ კოლაბორატორი ამ პროექტზე, რომელიც მოგვიანებით ნახავს თქვენს ცვლილებებს, მათ გადახედავს, გაგიკეთებთ კომენტარებს და მოგცემთ იმის უფლებას, რომ ან ჩამერჯოთ თქვენი ცვლილებები, ან არა. ამ შემთხვევაში, მაგალითისთვის არ დავამატებ მე descriptions, შევქმნი pull requests. და აქედანვე მაქვს უფლება, რომ ჩავმერჯო ის master-ში. მაგრამ რეალურ სამყაროში, რა თქმა უნდა, კარგი იქნება თუ reviewer-ს დავამატებთ, მოგვიანებით reviewer-ი ნახავს თქვენს კოდს. ასევე მეც შემიძლია აქ გადავხედოთ ჩემს ფაილებს და მეც დავუწერო ჩემ თავს კომენტარები. მაგალითად, აი ყველა ხაზს აქვს პლუსი და მე თუ ამ პლუსს დავაწვევი, შემიძლია აქ დავუწერო რაღაც კომენტარი. მაგალითად, და მოდი აქედანვე ჩავმერჯოთ ჩვენი pull request-ი. როგორც ხედავთ, გვაქვს message pull request successfully merged and closed, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ცვლილებები, რაც იყო my branch-ზე, უკვე master branch-ზე აისახა. ამაში რომ დავწმუნდეთ, შეგვიძლია დავბრუნდეთ რეპოზიტორიში, გავხსნათ ჩვენი ფაილი, რომელიც შევცვალეთ master branch-ზე და ვნახავთ, რომ ის print-ი, რომელიც მეოთხე ხაზზე დავამატეთ, ოღონდ სხვა branch-ზე, უკვე master branch-ზეც გვაქვს. დავუბრუნდეთ ჩვენს პროექტს ლოკალურად. შეგვიძლია შევამოწმოთ ახლა რომელ branch-ზე ვართ.
გადავიდეთ მოდი main branch-ზე. როგორც ხედავთ, ჩვენს ლოკალურ პროექტში ის ცვლილებები, რაც remote repository-ზე გავაკეთეთ, აქ არ ჩანს. ამის მიზეზი არის ის, რომ ეს ყველა ცვლილება მოხდა remote repository-ზე დამოუკიდებლად ლოკალურისა. თუ გვინდა რომ ეს ცვლილებები აისახოს ჩვენს ლოკალურში, უნდა გავაკეთოთ pull. git pull. და ის ხაზი, რომელიც წეღან remote repository-ში ჩავმერჯეთ, უკვე ჩვენთან ლოკალურშიც ჩანს. სხვადასხვა ბრენჩებზე და ჯგუფურად მუშაობის დროს შეიძლება მოხდეს merge კონფლიქტი. მოდი მე ახლა გადავალ ჩემს მეორე ბრენჩზე, სახელად my branch. და აქ მეხუთე ხაზზე დავამატებ ასეთ prints. დავაკომიტებ ჩემს ცვლილებას და ავფუშავ. სანამ მე ამ ცვლილებებს ვაკეთებდი my branch-ზე, შეიძლება მთავარ branch-ზე, ანუ main-ზე, რაღაც ცვლილებები მოხდა. მოდი ამის სიმულაციისთვის ახლა გადავალ main branch-ზე. და იგივე ხაზზე დავამატებ სხვა prints. დავაკომიტებ ამას და ავფუშავ. და ახლა დავუშვათ გვინდა რომ my branch-ი ჩავმერჯოთ main-ში. როგორც ხედავთ, რაღაც პრობლემა მოხდა, ამას ეწოდება merge კონფლიქტი. merge კონფლიქტი მოხდა იმიტომ, რომ მე ჩემს ცალკეულ branch-ზე, სახელად my branch, მეხუთე ხაზზე გავაკეთე რაღაც ცვლილება, მაგრამ ამავდროულად main branch-ზე მეხუთე ხაზზე სხვა ცვლილება მოხდა. ასეთ დროს უნდა ავირჩიოთ ერთ-ერთი და ის იქნება საბოლოო ვერსია ჩვენს main branch-ზე. შეგიძლიათ დაბლა except left ან except right გამოიყენოთ, რაც გულისხმობს იმას, რომ მარცხენა ხაზზე არის main-ის ცვლილებები, მარჯვენაზე არის my branch-ის ცვლილებები. თუ ფიქრობთ, რომ მარცხენა აქტუალურია, გამოიყენებთ except left-ს, თუ ფიქრობთ, რომ მარჯვენა სწორი, except right-ს. ან შეგიძლიათ აქ მინუსით და ისრით დაამატოთ ეს ყველაფერი. მოდი ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ my branch-ი არის სწორი, დავაექსეპტებ. და როგორც ხედავთ, ჩვენი merge კონფლიქტი დარეზოლვდა. ახლა მეხუთე ხაზზე მაქვს ის ცვლილება, რომელიც my branch-ზე მქონდა. ბრენჩები ერთგვარ ბმულსიად, ანუ linked list-ად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. ამ შემთხვევაში გვაქვს head pointer-ი, რომელიც მიუთითებს იმ ბრენჩზე, რომელიც გვაქვს არჩეული, ანუ რომელზეც ვართ checked out. ასევე შეიძლება head pointer-ი მიუთითებდეს რომელიმე კომიტზე. ამ მდგომარეობას detached head ეწოდება. როგორც დიაგრამაზე ხედავთ, head pointer-ი მიუთითებს master branch-ზე, ხოლო master branch-ი მიუთითებს ყველაზე ბოლო კომიტზე. ამ შემთხვევაში მიუთითებს რაღაცა commit A-ზე, მაგრამ თუ მოგვიანებით დავამატებთ ახალ commit-ს, commit B-ს, ჩვენი master branch-ი უკვე ახალ commit-ზე მიუთითებს. ანუ ეს commit-ები ერთგვარ linked list-ად არის წარმოდგენილი. ასევე, როცა ვამატებთ ახალ branch-ს, მაგალითად დავამატეთ my branch-ი და გადავედით ამ branch-ზე, ანუ checked out ვართ ამ branch-ზე, head-ი უკვე my branch-ზე მიუთითებს. ხოლო my branch-ი მიუთითებს ბოლო commit-ზე, რაც იყო master branch-ზე. სწორედ ამიტომ არის, როცა შევქმნით ახალ branch-ს, ეს branch-ი რაღაც სიცარიელიდან არ იწყებს მუშაობას და ის აქტუალური ცვლილებები, რაც master branch-ზე გქონდა, აქაც არის ხელმისაწვდომი. რა თქმა უნდა, git-თან მუშაობის დროსაც შეიძლება რაღაც შეცდომები დავუშვათ. ამისთვის მოდი დავბრუნდეთ IntelliJ-ში და რაღაც დავაკომიტოთ, დავფუშოთ, რაც იდეაში არ არის სწორი. დავაკომიტოთ ეს ცვლილება და ავფუშოთ. როგორც ხედავთ, ცვლილებები გავაკეთეთ main branch-ზე და თუ მოგვიანებით მივხვდებით, რომ ეს არ არის აქტუალური და ასე არ უნდა გაგვეკეთებინა, შეგვიძლია გამოვიყენოთ git revert ბრძანება.
რადგან ამ მომენტში head მიუთითებს main branch-ზე და main branch მიუთითებს ბოლო კომიტზე, შეგვიძლია პირდაპირ დავწეროთ git revert head, რაც იდეაში ახალ კომიტს გააკეთებს, მაგრამ ეს ახალი კომიტი იქნება შებრუნებული წინა კომიტისა. ანუ ის ცვლილებები, რაც მე-6 ხაზზე გავაკეთეთ, ამ ახალ კომიტში უკვე აღარ გვექნება. და როგორც ხედავთ, ჩვენს main branch-ზე ის ცვლილებები აღარ ჩანს. ხშირად შეიძლება პროექტში ისეთი ფაილები გქონდეს, რომლის ატვირთვაც საჯაროდ remote repository-ში არ გვინდა. ამისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ git ignore. git ignore არის ფაილი, რომელსაც არ აქვს სახელი, უბრალოდ გაფართოება git ignore და მასში შეგვიძლია ჩავწეროთ ის ფოლდერები ან ფაილები, რისი დაიგნორებაც გვინდა git-ის მიერ. ანუ git-ი არ დათვრეკავს ამ ფაილებს და ფოლდერებს. მე თუ გავხსნით ჩემ git ignore-ს, აქ ნახავთ, რომ default-ად რაღაცები უკვე ჩაწერილია. ერთ-ერთი მაგალითი არის out folder-ი. როგორც იცით, IntelliJ-ში, როდესაც პროგრამას დაბილდავთ, out folder-ში იწერება წერტილი class გაფართოების მქონე ფაილები. ეს რა თქმა უნდა არ არის საჭირო, რომ ავტვირთოთ ჩვენს რეპოზიტორიში და ამის დასაიგნორებლად ჩავწერეთ out folder-ი git ignore-ში. სხვა შემთხვევაში, git ignore-ში შეგვიძლია ჩავწეროთ ისეთი რაღაცები, რაც მაგალითად სენსიტიური ინფორმაციაა. ხშირად ვიყენებთ რაღაც მესამე დამხმარე სერვისებს, შეიძლება გქონდეს რაღაცა მონაცემთა ბაზა და მონაცემთა ბაზასთან დასაკავშირებელი სენსიტიური ინფორმაცია, როგორიცაა რაღაც ლინკი ან პაროლი, არ გვინდა რომ იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი. ამ ყველაფერს ხშირად წერენ .env ფაილში და env ფაილს წერენ git ignore-ში. როგორც სემინარის დასაწყისში ვახსენე, GitHub-ი ერთგვარი სოციალური ქსელია. შეგიძლიათ თქვენი მეგობრების ან სრულად უცხო ადამიანების პროექტები ნახოთ და გადმოიტანოთ ლოკალურად. ამისთვის არსებობს ბრძანება git clone. სატესტოდ ავიღებ ჩემს რაღაც რეპოზიტორის, დავაკოპირებ მის ლინკს, შევქმნი folders, სადაც მინდა რომ ეს პროექტი გადმოვიტანო. ამ პროექტისთვის გავხსნი ტერმინალს და დავწერ ბრძანებას git clone და ლინკი. ახლა თუ გავხსნით ჩვენ folders, ნახავთ რომ დაკლონილი რეპოზიტორი უკვე ლოკალურადაც გვაქვს. შეგვიძლია რომ ეს პროექტი IntelliJ-შიც გავხსნათ. სადაც უკვე ყველა ფაილი კარგად ჩანს და შეგვიძლია დეტალურად გადავხედოთ ამ პროექტს. საკმაოდ საინტერესო სემინარი გამოვიდა. მადლობა თუ აქამდე მოხვედით. შეგიძლიათ Kubit.gz-ზე ნახოთ ის ბრძანებები, რაც დღეს ამ სემინარში გამოვიყენე. ასევე არ დაგავიწყდეთ რომ შემოგვიერთდეთ Discord ჯგუფში, Facebook ჯგუფზე და ყველა სოციალური ქსელი, რაც გვაქვს, აღწერაში იქნება მითითებული. მადლობა ყურადღებისთვის.